მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა და გადაცემა ჰორიზონტს მიღმა პირდაპირ ეთერშია. ყოველ მეორე ხუთშაბათს ტრადიციულად მე მას ესმა გუმბერიძე ვუძღვები. დღეს შევსაუბრობთ პროფესიულ განათლებაზე, პროფესიულ ინკლუზიურ განათლებაზე. ცოტა შევეხებით ასევე უმაღლესი განათლების ინკლუზიასაც. ვინაიდან საკმაოდ ცოტა არის პრინციპში ჯერჯერობით ამ მიმართულებით საქართველოში პრაქტიკა და ამიტომ საკმაოდ მცირე საკითხია და ესეც მარტივად დაემატება ჩვენს გადაცემას. ეს თემა იმიტომ ავირჩიეთ, რომ უკვე 10 აპრილიდან ისევ განახლდება პროფესიულ სასწავლებლებში მიღება. ჩვენ უკვე გვქონდა ამის შესახებ გადაცემა შემოდგომის მიღების წინ და ეხლა ამ ტრადიციას არ დავარღვევთ და გაზაფხულო მიღების წინაც გვინდა რომ გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეძლონ დროულად აპლიკაციების შეტანა და ამ შესაძლებლობის გამოყენებაც. დღევანდელი ჩემი სტუმარი კი გახლავთ ქალბატონი მაია წულაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს წარმომადგენელი არის. მოგესალმებით ქალბატონო მაია, დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის და მონაწილეობისთვის. მოდი თუ შეიძლება მოკლედ ჯერ გვიამბეთ სამმართველოს შესახებ, თქვენ რა პროგრამას უწევთ კოორდინაციას, ერთ-ერთი ქო პროგრამა არის და რა ხდება პროფესიული განათლების მიმართულებით ჯერ. მოგესალმებით, ესმა მივესალმები თქვენს მსმენელს, თქვენ რადიოს მსმენელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან დიდი მადლობა ინტერესისათვის ამ თემის მიმართ, რაც გააქვთ, რასაც ქვია ინკლუზიური პროფესიული განათლება და მეც კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენს მსმენელს მივაწვდე ინფორმაციას, რომ 10 აპრილიდან უკვე იწყება გაზაფხულის მიღება პროფესიულ განათლებაში, ანუ რეგისტრაციის პროცესი იწყება, რომელიც 22 აპრილამდე გაგრძელდება. ღია აბსოლუტურად ყველა მსურველისთვის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ისე რომ ვისაც აქვს სურვილი მიიღოს პროფესიული განათლება, არ გამოტოვოს ეს შესაძლებლობა და დარეგისტრირდეს. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც სახლიდან გაუსვლელად, შესაბამისი აპლიკაციის საშუალებით, ასევე შესაძლებელია ჩვეულებრივად ან ონლაინ რეჟიმში შეიძლება დარეგისტრირდნენ კომპიუტერიდან და შესაძლებელია ასევე საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც იქნება გახსნილი რეგისტრაციის ცენტრები, ისე რომ 10-დან 22 აპრილის ჩათვლით იქნება ღია რეგისტრაციის პროცესი. რა საბუთები უნდა წარმოადგინო და ამ ელექტრონული პლატფორმის შესახებაც მოკლედ რო გითხრათ, რა ქვია იმ პლატფორმას, რომ როგორ შეუძლიათ რომ მოძებნონ ის? ესე იგი, არსებობს ესეთი სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც არის ზოგადად პროფესიული განათლების ვებ-გვერდი web.g და უკვე 10 აპრილიდან იქ ბმული განთავსდება, რომელთაც შეუძლია გადავიდნენ ამ რეგისტრაციის ფორმაში, ელექტრონული ფორმა ნახონ ამ გვერდზე. და რეგისტრაციის დროს რა საბუთები უნდა წარმოადგინოს? რეგისტრაციის დროს ბევრი საბუთი არ არის ნამდვილად საჭირო, პირადი მონაცემების და საკუთარი არჩევანის შეყვანა ხდება, პირადი ნომრის დაფიქსირება ხდება და პრინციპში ძირითადად ეს არის. თვითონ რა მიმართულების არჩევა სად შეიძლება? ან თუ არის ვინმე კონსულტანტი, ან ვინმე ვინც არჩევს შეშინო პირისთვის და ვინც შეიძლება კონსულტაცია გაუწიოს, რა მიმართულებით ჯობია რომ ან სწავლა? კი ბატონო, ახლა ინკლუზიური პროფესიული განათლება ეფუძნება იმ პრინციპს, რომ არჩევანს რა თქმა უნდა უტოლებს თვითონ აპლიკანტს და მსურველს, თუმცა რა თქმა უნდა ამ პროცესში ნებისმიერ ადამიანს სჭირდება შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა და დაკვალიანება, ინფორმაციის მიწოდება, გამოცდილების მიცემაც თუნდაც ამ პროფესიულ ორიენტაციას, რასაც ვუწოდებთ, იმისათვის, რომ აპლიკანტმა მისთვისვე საუკეთესო არჩევანი გააკეთოს და მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს ამ პროცესში. თუ მას დამატებით კონსულტაცია ჭირდება აპლიკანტს, მაშინ რეკომენდებულია, რა თქმა უნდა, დარეგისტრირდეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ანუ ასე ვთქვათ, რეგისტრაციისთვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩიოს, რადგან იქ უკვე სპეციალისტები და თვითონ პედაგოგებიც გაუწევენ კონსულტაციას, თუ რაიმე კითხვა ექნება უფრო სრულყოფილ პასუხს გაცემენ და პრინციპში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გარემოსაც დაათვალიერებს და იგივე ინფორმაცია თუ რა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებია, მათი საკონტაქტო ინფორმაციები და მის სამართით ასევე პროფესიული განათლების ვებგვერდზეა განთავსებული web.g-ზე.
ეს რა თქმა უნდა ეს დედლაინი 10-დან 22 აპრილამდე ეხება არა მხოლოდ შშმ პირებს, ხო? თუ გავიქით, პრინციპში ჩვენ როცა ვსაუბრობთ ინკლუზიურ განათლებაზე, ეს არ ნიშნავს განათლებას მხოლოდ შშმ პირებისთვის. ეს ნიშნავს, ეს არის იდეა, რომელიც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის განათლება არის ხელმისაწვდომი, ანუ ინკლუზია ჩათვლას, მოცვას ნიშნავს. ანუ ის, რომ რომელიღაცა საგანმანათლებლო რგოლი, პროფესიული უმაღლესი ზოგადი დაწყებითი თუ საბავშვო ბაღის დონის თუ ასე შემდეგ, რამდენად მოიცავს და მიმართული, რადგან უნივერსალურია ის, რადგან ყველაზეა მორგებული. ეს იქნება შშმ ბავშვი, მაღალმთიანში, მთიან რეგიონში მცხოვრები ადამიანი, რა ვიცი, ქალი და ასე შემდეგ და აქვე მინდა გითხოთ, ეს პროფესიულ განათლებაში ჩართვა უფასო არის, ხო? სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. დიახ, მოგახსენებთ, ანუ ის რომ რა თქმა უნდა ეს რეგისტრაციის პერიოდი არ არის მარტო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ეს პერიოდი ის არის ზოგადად პროფესიულ განათლებაში რეგისტრაციის პერიოდი და უბრალოდ დამატებით როდესაც ავსებს სარეგისტრაციო ფორმას აპლიკანტს აუცილებლად თუ აქვს მას საგანმანათლებლო საჭიროება, თვლის რომ აქვს რაღაცა სპეციფიკური საჭიროებები, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება და მონიშნოს ველი, სადაც წერია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი. ასეთ შემთხვევაში ბაზაში უკვე ჩვენთან გამოჩნდება და უკვე ექსპერტთა გუნდი დაუკავშირდება შესაფასებლად საჭიროებების გამოსავლენად და პრინციპში ამ საჭიროების დასადასტურებლად. ისე რომ ეს აუცილებელია ყურადღება მიაქციონ და თუ ფიქრობენ თვლის აპლიკანტი რომ მას აქვს სპეციალური საჭიროება რაღაცა გარკვეული ტიპის შესაბამისად მონიშნოს ეს ველი. თუმცა ასევე იმასაც გეტყვით რომ ანუ ჩვენ შემდგომ გვთავაზობთ ალტერნატიული წესით ტესტირებას, პროცედურას, რაც განსხვავებულია, ინდივიდუალურად მორგებული პროცესია და აპლიკანტს ეძლევა. ეს თუ მიუთითებს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება აქვს. დიახ, თუ არ მიუთითებს სამწუხაროდ და ამ რეგისტრაციის დახურვამდე, ანუ ვერ მოხერხდება ცვლილების შეტანა, თქვა დაავიწყდა, ხო, ან არ მონიშნა ამ ვიღაცას გამორჩა, რეგისტრაცია უკვე რო დასრულდება, მე როგორც ცვლილების შეტანას ვეღარ შევძლებთ. ამიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ველი მოინიშნოს და მას შემდეგ რა ჩვენთან ბაზაში გამოჩნდება და დადასტურდება შეფასების შედეგად, რომ აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, უკვე ტესტირება მოხდება ალტერნატიული წესით, რაც გულისხმობს ასე ვთქვათ, არა აპლიკანტის ტესტირებას, არამედ აპლიკანტის მის მიერ შერჩეული, ანუ რეგისტრაციის ფორმაში შეყვანილი საგანმანათლებლო პროგრამების მოსინჯვას, პრაქტიკულ მოსინჯვას, თუ მას ასეთი სამი პროგრამა აქვს, ანუ სამი განსხვავებული პროგრამის შერჩევის შესაძლებლობა ეძლევა, თუ ვთქვათ ერთი აქვს მონიშნული ერთს მოსინჯავს, თუ სამი აქვს სამს მოსინჯავს, თუ მონიშნული აქვს და უნდა რომ მოსინჯოს პროგრამები, თუნდაც ერთი და იგივე პროგრამა განსხვავებულ საგანმანათლებლო გარემოში, მაგალითად შეიძლება სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებში ხონდეს მონიშნული, ვთქვათ, ეს კონკრეტული პროგრამა, ანუ ამის შესაძლებლობაც ეძლევა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გააკეთოს მაქსიმალურად მისთვის სასიკეთო არჩევანი, ანუ იქნება ეს პროგრამა თუ თუნდაც საგანმანათლებლო დაწესებულება. თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც არ დაუდასტურდება ალტერნატიული წესით ტესტირების საჭიროება და აუცილებლობა, ასე ვთქვათ, შეიძლება ქონდეს გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობა, თუმცა არ იყოს ალტერნატიული წესით ჩაბარების აუცილებლობა. ყოველ შემთხვევაში საერთო გამოცდის დროს, რასაც ყველა დანარჩენი აპლიკანტი გადის, ვისაც არ აქვს საგანმანათლებლო საჭიროება, დავასრულებ კარგით ამას. ანუ ჩვეულებრივად შესაძლებელია რომ მოვნიშნავთ, რომ აქვს ფიზიკური, ვთქვათ, მაგალითად, გარემოს ხელმისაწვდომობის საჭიროება და შერჩეული იქნება მისი ტესტირება დაიგეგმება იმ გარემოში, სადაც ვთქვათ, თუნდაც ეთერითმოსარგებლე პირისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება და სიახლე გვაქვს წლევანდელი წლიდან გვექნება ვიმედოვნებთ, რომ უკვე შრიფტის გაზდაც იქნება შესაძლებელი 20-მდე და ისე რომ ვისაც აქვს ხედულობის სირთულეები, მათთვისაც იქნება მორგებული საერთო პროცესი. უკაცრავად ეს. არა, ბრაილით თუ არის შესაძლებელი? ბრაილით სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი, თუმცა ეს გამოცდილება გვაქვს სამინისტროს გააჩნია სკოლის დამასრულებელი გამოცდასთან მიმართებაში და იმედი გვაქვს, რომ ესეც გახდება შესაძლებელი უახლოეს მომავალში. და ეს ტესტირება თვითონ რას მოიცავს? სტანდარტული ტესტირება. სტანდარტული ტესტირება ჩვეულებრივად კითხვებია, რომელიც შერჩეულია
ამას ჩვენ არ ვატარებთ. ეს ზოგადი უნარების არის დიახ, ალბათ დიახ, რაღაცა ანალოგია. აუცილებლად უნდა გითხოთ და დავაკონკრეტოთ, რომ მოსინჯვაში ალბათ შედის რა ლექციაზე, სემინარზე დასწრება. პრაქტიკული მოსინჯვა, ნახეთ პროგრამის, ანუ სპეციალისტები, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, პროფესიულ პედაგოგთან ერთად გეგმავენ, სადღაც მაქსიმუმ 40 წუთი გრძელდება თითო პროგრამის მოსინჯვა და აი ამ პროგრამისთვის, პროფესიისთვის ყველაზე დამახასიათებელ აქტიობას არჩევენ. რა თქმა უნდა, ამ შერჩევისას ითვალისწინებენ აპლიკანტის შესაძლებლობებს, რომელიც დასკვნაშია მოცემული და იმის დამიხედვით აძლევენ შესაძლებლობას აპლიკანტს, რომ მოსინჯოს. და თქვენ მეკითხეთ მანამდე, ანუ რამდენად ხელმისაწვდომია ფინანსურად და სახელმწიფო უზრუნველყოფს თუ არა, მაგრამ ამ კითხვაზეც გაგცემთ პასუხს. ანუ რა თქმა უნდა, ზოგადად პროფესიული განათლება სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქვეყანაში არის უფასო და მათ შორის ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, თუმცა დამატებით ხელშეწყობას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ეს არის ჩვეულებრივ ვაუჩერზე დამატებული 1000 ლარი კვარტალში, რომლის გამოყენებაც ასევე ინდივიდუალურად ხდება გამომდინარე აპლიკანტის და შემდგომ უკვე სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე. ანუ შეიძლება ეს იყოს ჟესტური ენის თარჯიმნის ხელშეწყობა, შეიძლება ეს იყოს დამატებითი ვთქვათ ასისტენტის დაქირავების საჭიროება იყოს და ამაზე დაიხარჯოს, შეიძლება იყოს რაიმე მასალის შეძენის დამატებითი ან ადაპტური საშუალებით უზრუნველყოფაზე დაიხარჯოს ეს თანხა, ტრანსპორტირებაზე, მობილობისა და სივრცეში ორიენტაციის, ასე ვთქვათ, ტრენერზე და ასე შემდეგ. გააჩნია რა საჭიროება გამოიკვეთება. მე მოსინჯვაზე ისევ უნდა დავბრუნდე და ალბათ განმარტავ უფრო მაყურებლისთვის, რომ მაგალითად შეიძლება იყოს თუ კი ეს IT მომსახურებაზე არის პროფესიული კოლეჯი, შესაძლოა რაღაც ინსტრუქცია მისცენ აპლიკანტს, მაგალითად როგორ გადააყენოს Windows-ი, ან რაიმე მისი დასაწყისი პროცედურა და ამ 40 წუთის განმავლობაში რამდენად შეძლებს ის ამ ინსტრუქციას რომ მიყვეს. ან იგივე კერვას ან ქსოვას თუ შეეხება მსგავსად ამისა ინსტრუქციას მისცემს ალბათ პედაგოგი და ის რამდენად შეძლებს რომ ამ ინსტრუქციას მიყვეს და მართლაც მოქსოვოს ან რაიმე საწყისი მოქმედება შეასრულოს. ანუ გააჩნია სირთულე ძალიან განსხვავებულია, ინდივიდუალურია, ვთქვათ ვიღაცისთვის შეიძლება მაგალითად ზარეულის პროგრამა, საგანმანათლებლო პროგრამა ძალიან პოპულარულია და ვიღაცამ შეიძლება ოჯახური კერძი, ოჯახური თითეს კერძი მოამზადოს, ვიღაცამ უბრალოდ პერბოკვერცხა შეწვას. გააჩნია აპლიკანტის შესაძლებლობებზე საჭიროებზე. მთელი იდეა მდგომარეობს ამ მოსინჯვაში, პრაქტიკულ მოსინჯვაში, იმაში, რომ აი ყოველი მოსინჯვის შემდეგ უკვე მე გუნდი თვითონ აპლიკანტთან ერთად და შესაძლებელია მეორე მშობელიც ესწრებოდეს, რეფლექსიას ახდენენ იმისათვის, რომ დაეხმარონ აპლიკანტს მისი საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებით, ხო, ერთ მოსინჯა პროფესიული პროგრამა, თქვათ მისთვის საინტერესო, რომელი აღმოჩნდა, თქვათ თუ სამი მოსინჯა, რომელზე უფრო მიმზიდველია მისთვის სწავლა და ასე შემდეგ. და ალბათ რა ხდება თუ მან მოსინჯვა ვერ გაიარა? თუ ხდება სიტყვაზე თუ იმ სამიდან ვერც ერთმა ვერ გაამართლა, მაგრამ მას მაინც სურს რაღაც პროფესიული განათლების გაგრძელება. თუ ხდება მისი დაკვალიანება, რაღაცა ალტერნატიული რჩევის მიცემა, რომ სად შეიძლება სხვა რა პროგრამაზე შეიძლება ის ჩავიდა. დიახ, ანუ უმეტეს შემთხვევაში თუ აპლიკანტი ესე არ დგას საკითხი ვერ გაიარა, იმიტომ რომ ინკლუზიური განათლების პირობებში ასე არ ვაყენოთ საკითხს ვერ გაიარა, ჩაიჭრა, ანუ იმ სპეციალისტების და იმ გუნდის პასუხისგებლობა აპლიკანტის საჭიროებების დამიხედვით დაგეგმოს ეს პროცესი. ანუ გამოწვევა ამ პროცესში უნდა იყოს აბსოლუტურად მისადაგებული აპლიკანტზე და თუ იმ თქვათ ამ პროცესში რაიმე დახმარება ჭირდება და ასე შემდეგ, ერთადერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება რეკომენდაცია არ გაეციოს აპლიკანტს რომელიმე კონკრეტული პროგრამის სწავლასთან მიმართებაში, ეს არის მისი უსაფრთხოება. თუ ამ პროცესში ნახეს, რომ აპლიკანტის უსაფრთხოება შეიძლება, თქვათ, რისკის ქვეშ დადგეს, შესაბამისად, ოღონდ აპლიკანტთან ერთად, რა თქმა უნდა, გადიან ამ პროცესს, რომ თქვათ, შეიძლება შეაცვლევინონ არჩევანი, თუ არა აქვს აი ამ კონკრეტულ მიღებაზე რაიმე სხვა პროგრამა დარეგისტრირებული და შერჩეული, ყოველ შემთხვევაში შემდგომი მიღებისთვის მაინც და შევთავაზოთ უფრო მეტად აი ამ პროფესიული ორიენტაციის პროცედურა, რომ პრაქტიკაში ყოფილა შეთხობა.
ერთადერთი ახლა მე 2017 წლიდან ხელმძღვანელობა და უკვე მესამე მიღება რაც ჩართული ვარ ამ კონკრეტულად ამ უშუალო მიმართულებას და შარშან შემოდგომის მიღებაზე გქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც თვითონ პროფესია მოითხოვდა საკმაოდ ისეთი გამოწვევები ჰქონდა პროფესიას, რომ კონკრეტული აპლიკანტი ვინც იყო, მისთვის არ იყო უსაფრთხო და ასე ვთქვათ, ძირითადი მოთხოვნები, რაც პროფესიას აქვს, იმას ვერ დააკმაყოფილებდა. იყო საუბარი. ეს ეხებოდა მეტყევებას და ახლობით ესეთი ის იყო ზუსტი დასახელება პროგრამის სამწუხაროდ აღმოჩნდა. ანუ ხის ჭრა იყო თუ ტყეში იყო საჭირო სიარული, დიახ, ძალიან საკმაოდ ისეთი მანძილის ფეხით გავლა იყო საჭირო და ნუ ამ აპლიკანტის შესაძლებლობები სამწუხაროდ არ ჰქონდა შესაბამისი და მისთვისვე ანუ ელემენტარული მოთხოვნა პროგრამის რო შეესრულებინა რთული იქნებოდა. ანუ ისიც გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ყველა აპლიკანტი ვერ გავიდეს სრულ კვალიფიკაციაზე, ესეც გათვალისწინებულია, რა თქმა უნდა, ანუ რაღაც გარკვეული ადამიანები შეიძლება ნაწილობრივ კვალიფიკაციაზე გავიდნენ და ნაწილი რაღაცა კონკრეტულ კომპეტენციებზე, რაც კონკრეტული პროფესიისთვის არის დამახასიათებელი და ეს როგორ აისახება, თუ შეიძლება რომ დიპლომში ან სად როგორ ხდება შედეგი ამის? ანუ აქვთ უფლება მოითხოვონ ცნობა, რომ მათ გაიარეს ესე და ეს პროგრამა, სადაც იქნება მინიშნებული თუ სად გაიარეს, რა პროგრამა გაიარეს, რა ხანგრძლივობით და ყოველთვის ვთხოვთ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ აუცილებლად გააკეთონ ჩამონათვალი იმ კონკრეტული კომპეტენციების, რაც ამ სტუდენტმა სასწავლო პროცესში შეიძინა, რათა მერე თქვა დამსაქმებლისთვისაც იყოს ასე ვთქვათ თვალსაჩინო და შესაძლებელია დაინტერესდეს, რადგან ის კონკრეტული კომპეტენციების მქონე პირის დასაქმება ჭირდებოდეს. ანუ ინკლუზიური პროფესიული განათლება გულისხმობს ამ წარმატება განისაზღვრება არა სრულ კვალიფიკაციაზე გასვლით, არამედ ინდივიდუალური მიღწევებით, რომელსაც სტუდენტი მიაღწევს, ასე ვთქვათ, ამ სასწავლო პროცესში. გასაგებია. მოდი დაუბრუნდეთ უკვე განცხადების პროცესს. თქვენ აღნიშნეთ, რომ შემდეგ როდესაც მიუთითებს ადამიანი, რომ აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, შემდეგ უკვე მულტიდისციპლინური გუნდი ხვდება და მას აფასებს, რამდენად რეალურად აქვს და რა ტიპის არის ეს საგანმანათლებლო საჭიროება. როგორ ხდება ეს შეფასების პროცესი, ეს ზეპირი გასაუბრება თუ როგორი პროცესია? ეს პროცესი, ესე იგი, თავისთავად შეხვდებიან აპლიკანტს და შეხვდებიან მშობელს. გააჩნია შემთხვევები, როდესაც არ ყავს მშობელი, ან არ უნდა, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ასაკში ადამიანი, რომ არ არის ამის აუცილებლობა, რომ მშობელიც ესწრებოდეს. და ხდება სპეციალურად ნუ რა ის სტანდარტული ტესტები, რაც არსებობს, ასევე დაკვირვება, ინტერვიურება, ანუ გარკვეულ ინფორმაციას ინტერვიუს საფუძვლად იღებენ, გამოცდილების გაზიარება, რასაც ქვია ხო აპლიკანტის შესახებ წარსულ გამოცდილებას და ინტერესებს სტანდარტიზებული ტესტით ვერ გავარკვევთ. შესაბამისად, დავლის მომცველია, სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად, ასე ვთქვათ, და დასკვნის მოსამზადებლად, არის ასევე ვთქვათ აკადემიური უნარების შეფასება ხდება, შემეცნებითი უნარების და ასე შემდეგ სხვადასხვა დავალებების საშუალებით და სტანდარტიზებული ტესტების საშუალებით. მაგალითად შეიძლება ალბათ გააცნონ ერთ-ერთი ტესტი, ვთქვათ, იმ სტანდარტული ტესტიდან და რამდენად შეძლებს ის ამის გაკეთებას, ხო? ანუ სხვადასხვა დავალებებია, რომელიც მაგალითად განსაზღვრავს, ვთქვათ, აკადემიურ შესაძლებლობებს აპლიკანტის, განსაზღვრავს აპლიკანტის მეხსიერება, ყურადღება როგორია და ასე შემდეგ. ანუ ყოვლის მომცველია შეფასება, ყველა სფეროს მოიცავს, როგორც შემეცნებით სფეროს, ასევე მოტორულ სფეროს მოიცავს სხვადასხვა ფუნქციურ უნარებს, ანუ დაკვირვებაც ხდება და კიდევ ერთხელ თვითონ აპლიკანტის მიერ, ამ მშობლის მიერ ხდება ინფორმაციის მიწოდება. პროფესიული სასწავლებლები არის როგორც კერძო, ისე საჯარო სახელმწიფო ჩვენთან. ისინი ალბათ რაღაც აკრედიტაციას გადიან, ისევე როგორც უმაღლესი სასწავლებლები. რა ხდება თუ კი პირს სურს, რომ კერძო სასწავლებელში ისწავლოს, მიყვება თუ არა მას ეს რაღაც ვაუჩერი. იცით რა, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ეხება ეს ხელშეწყობა საერთოდ რაზეც ვისაუბრე აქამდე, თუნდაც ტესტირების პროცედურა რაზეც ვისაუბრე, მხოლოდ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მოდი უკვე ვისაუბროთ შემდეგ პროცესზე, როდესაც ჩაირიცხა ადამიანი და სწავლობს. ანუ უბრალოდ ჯერ ჩაირიცხა, თუმცა არ სწავლობს.
როგორ ხდება მე მახსოვს დაახლოებით 2-3 წლის წინ იყო ერთ-ერთი პრობლემა გამოწვევა იყო რომ როდესაც ის ჩაირიცხებოდა დაახლოებით 2 თვე უნდა და შემდეგ მისთვის მხარდაჭერის დამტკიცებას მაგალითად ჟესტური ენის თარჯიმნის პირადი ასისტენტის და ასე შემდეგ რის გამოც ეს 2 თვე სწავლის როგორღაც ისე უნდა ესწავლა ამ მხარდაჭერის გარეშე და ერთ-ერთი ინიციატივაც მაშინ ამ პრობლემის აღმოფხვის იყო ის რომ შეთავაზებინათ სტუდენტისთვის დაცდა უკვე ჩარიცხული სტუდენტისთვის ასე თქვათ სტატუსის შეჩერება და დაცდა ერთი სემესტრით, ერთი მიღებით, რომლის შემდგომი მიღებისთვის რათა უკვე ყველანაირი მხარდაჭერით ეგრევე დაიწყოს სწავლა. ახლა როგორ არის ეს პროცესი? მოგახსენებთ 2019 წელს დაიწყო, ზოგადად ამით დავიწყეთ ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა ქვეყანაში და შესაბამისად, როდესაც რაღაცა პროცესი ეწყობა, გამოწვევაც რა თქმა უნდა მეტია, თუმცა პროცესიც არის განვითარების პროცესის თავისთავად გამოწვევებით სავსეა. მაშინ არ იყო ეს ვაუჩერული დანამატი ან დაფინანსება, რაზეც უკვე მოგახსენეთ. შესაბამისად ეს პროცესი ბევრად უფრო გამარტივებულია, იმიტომ რომ უკვე გათვალისწინებულია ეს, როგორც გითხარით, 1000 ლარი კვარტალში და შესაბამისად აღარ არის საჭირო, ვთქვათ, საბუთების გადმოგზავნა სამინისტროში იმისათვის, რომ შემდგომ საბჭო შედგეს და დაამტკიცოს, როგორც ადრე ხდებოდა. ალბათ ეს გამოცდილება გაგახსენდათ, ალბათ ხო, ეს გაგვიზიარეთ. ეხლა უფრო განსხვავებულად ხდება და შესაბამისად დროც ნაკლები ჭირდება. პირდაპირ როგორც კი ჩაირიცხება სტუდენტი, ავტომატურად ითვლება, რომ 1000 ლარი კვარტალში მას მიყვება, როგორც დიახ პროფესიულ სასწავლებელს ერიცხება სხვა ვაუჩერთან ერთად, ანუ სტანდარტულ ვაუჩერთან ერთად. თვითონ პროფესიულ სასწავლებლებში თუ აქვთ, განსაკუთრებით ალბათ სახელმწიფო სასწავლებლებში აბარებენ ძირითადად შემოპირები შესაბამისად. თუ ყავთ ადგილზე ინკლუზიაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც შეიძლება უფრო მეტი იციან ინკლუზიის შესახებ ვიდრე დანარჩენმა პერსონალმა. თითქმის ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრში უკვე ყავს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის ასისტენტი. ეს არის ძირითადი ის ორი პოზიცია, რომელიც უფრო რეგულარულ საფუძველზე ყავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თუმცა მათ უკვე ემატებათ პროცესში სხვა სპეციალისტები, სხვა დამხმარე ადამიანური რესურსი, რომელიც უკვე ჩარიცხული ანუ სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებით არის განპირობებული. მათ ალბათ უკვე ტრენინგებიც აქვს გავლილი იგივე შემოპირთან კომუნიკაციაში, რაღაც სწავლების მიმართულებებითაც, ხო, ვთქვათ, როგორ დაასწავლა კომპიუტერი, როგორ შეიძლება რომ რაღაც ქსოვის სწავლების დროს რაღაც ადაპტაციები გაიარო და მსგავსი. თავისთავად მომზადება გავლილი აქვს, თუმცა იცით რომ ადამიანები იცვლებიან, ვიღაც ადამიანები 2013 წლიდან არიან ჩართული იგივე სპეციალისტებს გულისხმობ ინკლუზიური განათლების ზოგიერთი ადამიანი სპეციალისტი შემდგომ პროცესში ემატება და შეიძლება ახალი, ამიტომ ამაზე მუდმივად ვფიქრობ და ვზრუნავთ, რაც გულისხმობს რომ ყოველწლიურად ვაახლებთ ასე ვთქვათ მათ ცნობას და ცოდნას და ვაძლიერებთ უნარებს, ხარდაჭერის უნარჩვევებს. შარშან მქონდა სპეციალისტებთან 3 დღიანი ტრენინგი ჩავატარეთ, წელსაც დაგეგმილია თავისთავად. პირველ რიგში მიმართავთ ხოლმე პროფესიულ სასწავლებლებს და სპეციალისტებს ვთხოვთ რომ მოგვაწოდონ საკითხები, რომლებშიც მათ განსაკუთრებულად ჭირდება გაძლიერება. ასევე გეტყვით, რომ მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც ინკლუზიური განათლების ხარდამჭერი გუნდია და წარმოადგენს ასევე ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ნაწილს. როგორ გითხარით, იქ რომელი სპეციალისტებიც შედიან თუ შეიძლება? ხო, ანუ აი ამ გუნდში, მულტიდისციპლინური გუნდის გუნდში სპეციფიკურად, ანუ გამოყოფილია 5 ადამიანი, რომელთაც დამატებით ევალებათ პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებლებში სიარული რეგულარულ საფუძველზე, ანუ ვიზიტების განხორციელება, ეს სადღაც არის თვეში, ერთ თვეში ან თვენახევარში ერთხელ, თუმცა თუ საჭიროებით არის განპირობებული, უფრო ხშირადაც ხდება და შესაბამისად ეს ადამიანები დადიან და პროფესიულ მხარდაჭერას უწევენ პროცესში. შესაბამისად ისინიც ამ სუპერვიზიის და მხარდაჭერის პროცესში გამოკვეთავენ იმ საჭიროებებს, რომელიც სწავლების პროცესში გვაქვს. ესენი არიან ძირითადად ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტიც არის ჩართული, ანუ მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში სპეციალური მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი ძირითადად და ფსიქიატრი ყავს კიდევ მულტიდისციპლინურ გუნდს, ისე რომ საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა ეს 5 ადამიანი, რომელიც მე ვახსენე, უშუალოდ არის, ასე ვთქვათ, მიმაგრებული, როგორც მხარდამჭერი, როგორც პროფესიული სუპერვიზიის გამწევი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. და ალბათ რეგიონებშიც ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით
ყველა იმ პროფესიულ სასწავლებელში, სადაც მიმდინარე პერიოდისთვის ყავს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი. საერთოდ რომელ რეგიონებში არის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი? ყველა რეგიონშია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დღესდღეობით. და ალბათ ყველა პროფესიულ სასწავლებელს აქვს უფლება, რომ შეშლილ პირს აქვს უფლება, რომ ნებისმიერ მათგანს მიმართოს. სადაც კი დარეგისტრირდება, აი როგორც კი ბაზაში გამოჩნდება, რომ დარეგისტრირდა და მას შემდეგ სადაც გაივლის პროფესიულ ტესტირებას, იმიტომ რომ შესაძლებელია სამ პროფესიულ სასწავლებელში დარეგისტრირდეს აპლიკანტი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ერთ რომელიმე პროფესიულ დაწესებულებაზე უნდა გააკეთოს, ხო? როგორც კი ჩაირიცხება, უკვე ის, რა თქმა უნდა, პროფესიული სასწავლებელი ვალდებულია უზრუნველყო შესაბამისი განათლებით. თუ გყოლიათ მაინც კერძო სასწავლებელში მისვლის შემთხვევა და თქვენთან რომ დაერეკოს და რამე კონსულტაცია მოიკითხოს. სურველი გვყავდა, იმიტომ რომ არის ესეთი პროგრამა მებაღეობის, რომელიც ძირითადად კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს და იქ ქონდა ერთ-ერთ მიღებაზე აპლიკანტს სურვილი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც რაღაც ისე მოხდა, რომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და სხვა პროგრამაზე დარეგისტრირდა. არ ვიცი, შესაძლებელია შესაბამისი პირობები არ შესთავაზეს, არ ვიცი. ზოგადად რა გამოწვევებს, რა პრობლემებს განაწყვეტენ ხართ კოლეჯებთან ურთიერთობაში თუ აბიტურიენტებთან ურთიერთობაში? იცით რა, ძალიან სწრაფად განვითარდა, მინდა გითხრათ, თუ ზოგადი განათლების საფეხურზე უფრო მეტი დრო დაჭირდა იმ პროცესებს რაღაცა დონემდე მისულიყო, თუმცა გამოწვევები ყველა შემთხვევაში სკოლებშიც გვაქვს, როგორც პროფესიულ განათლებაში, ასევე აი 2013 წლიდან დაწყებული ძალიან სწრაფად განვითარდა და მიმხებლობა საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ თვითონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია არის ძალიან მოტივირებული, ძალიან ჩართული და ხარდამჭერი ამ პროცესში. Რა თქმა უნდა არის გარკვეული საკითხები, სადაც თქვა განსხვავებული ხედვა გქონდა, ვცდილობთ რომ რაღაცა ერთიანი ხედვა გქონდეს, არის დამატებით რაღაცა გაძლიერება სპეციალისტების ხარდაჭერის, პედაგოგების გაძლიერება, თუმცა რაც მიმხებლობა, რასაც ქვია და ხელშეწყობის სურვილი და мотиваცია სრულად არის. ძირითადი გამოწვევა, რაც გვაქვს დღესდღეობით, ეს არის პროფესიული ორიენტაციის პროცედურის გამართვა. ჩემ შემთხვევაში ჩემს საზრუნავს წარმოადგენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის გამართვა ამ პროცესის, სადაც რა თქმა უნდა ძალიან გასაძლიერებელია თვითონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ კუთხით და ესეც გვაქვს დაგეგმილი, იმიტომ რომ აი თქვენ იკითხეთ ხო, როგორ ხდება ან ვერ ჩააბარა ალტერნატიული წესით ხო, თქვა ტესტირება, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოტათი ხანგრძლივი დრო მიეცეს აპლიკანტს იმისათვის, რომ რეალურად სწორი გადაწყვეტილება გააკეთოს თავისთვის და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. სანამ პროფესიულ ორიენტაციაზე გადავალთ, უკვე პრინციპში დროში ვართ შეზღუდული, უნდა გკითხოთ, რა მოთხოვნები არის განათლების მხრივ იმისთვის, რომ პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხო. რამდენი კლასი უნდა გქონდეს დამთავრებული. და ასევე თუ არის შესაძლებელი აი ამ პროფესიული განათლებით უნივერსიტეტში შემდგომში გადასვლა და აი რაღაც საქმის წინ წაგდება, ანუ ამ კრედიტების ჩათვლა იქ მაგალითად ისეთ აკადემიურ სფეროში, როგორც არის ბიზნესი, ან IT, რომლებიც ასე თუ ისე მომიჯნავია, უნივერსიტეტშიც ალბათ დაახლოებით მსგავსი რაღაციდან იწყება სწავლება. დღესდღეობით ფორმალურ პროფესიულ განათლებაში ჩართვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს 9 კლასის სრულიად საბაზრო განათლებას სრულად უნდა გქონდეს აპლიკანტს დასრულებული, ამ 9 კლასის ატესტატი უნდა გააჩნდეს. ეს არის დღესდღეობით ფორმალურ პროფესიულ განათლებაში ჩართვის აუცილებელი პირობა. რაც შეეხება თქვენს კითხვის დანარჩენ ნაწილს, ანუ შესაძლებელია თუ უნივერსიტეტში მოხვედრა დღესდღეობით, რა თქმა უნდა 9 კლასის განათლებით, როგორც სხვა შემთხვევაში შეუძლებელია და 12-ის ჩვენ ვიცით რომ ზოგიერთ პროგრამა მოითხოვს 12 კლასის ატესტატს, ხო? ზოგიერთ პროგრამას 12 კლასის ატესტატს მოითხოვს ნამდვილად, იმიტომ მაგალითად საერთოდ არის გარკვეული პროგრამები, რომელიც გამომდინარე სპეციფიკიდან უკვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სრულ საშუალო განათლების დასრულებას მოითხოვს. ალბათ ბიზნესი, IT-ის სამართალი და მსგავსი ასე. უფრო საერთოდ გააჩნია, ხა ზუსტ ჩამონათვალს არ მინდა რომ რაღაცა შეცდომა დავუშვა. და პირდაპირ ესე გადასვლა ამ ეტაპზე არ არის, თუმცა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვიცი რომ მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით და რაღაცა გარკვეული ალტერნატივები რომ გაჩნდეს, თუმცა ალბათ მე ამაზე თავად მოგახსენებენ უფრო. აი ეს კითხვები რაც დაგროვდა და ზოგადად კითხვების შემთხვევაში ვის შეუძლიათ რომ მიმართო
თვითონ ადამიანებს და სად ეს საკონტაქტო რო გააჟღეროთ. ანუ ინკლუზიური პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია თუ დაჭირდება დაინტერესებს მსმენელს, შეუძლიათ არეკოს განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე 200 და უფრო უშუალოდ რომ დაგვიკავშირდნენ, ეს არის 1432. ანუ ეს არის შიდანო. 200 თუ 220? 220 არა. მოდი ცოტა დრო დაგვჭა, მაგრამ პროფესიულ ორიენტაციაზეც რო ვისაუბროთ, თქვენ ახსენეთ ადრე რომ ერთ-ერთი ახალი პროგრამა ინერგება სასკოლო სკოლებში, ამაზეც რომ მოკლედ გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიღაცამ დაგეხმაროს იმის არჩევაში ინფორმირებული არჩევანი რომ გააკეთო, რა მიმართულებით გაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, უფრო მეტი შეიძლება რამ დაგაინტერესოს, რისი კეთება შეიძლება უფრო მოგეწონოს და სად იქნება უფრო წარმატებული, რომ სკოლიდანვე და პრინციპში ბავშვობიდანვე დაიწყოს და ამიტომ მნიშვნელოვანია. საერთაშორისო გამოცდილებით თუ სკოლის მოსწავლეებზე ვისაუბრებთ, რეკომენდებულია რა შემდგომ საფეხურზე თქვა და ასე თქვა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე ტრანზიციის ხელშეწყობის ან გადასვლის ხელშეწყობის პროცესი მე-7 კლასიდან მაინც დაიწყოს, თუმცა ზოგიერთ ქვეყნების განათლების პროგრამებში ლამის ბაღის პროგრამაშიც კი ჩადებული თქვა ელემენტები პროფესიული ორიენტაციის, შეიძლება დაწყებით კლასებშიც იყოს. ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად მე-7 კლასიდან მაინც უკვე დავიწყოთ ამაზე ზრუნვა და დავიწყეთ 2017 წლის ოქტომბრიდან, რომელიც ახლა გრძელდება, ასე ვთქვათ, პროგრამა ტრანზიციის ან ზოგადი განათლების საფეხურიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროფესიულ განათლებაში გადასვლის ან ტრანზიციის ხელშეწყობის პროცესი. ამ ეტაპზე პილოტირებაში 3 სკოლა მონაწილეობს. ეს არის თბილისის 198 საჯარო სკოლა, რომელსაც სპეციალიზებული პროფილი გააჩნია ინტელექტუალური სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. 21 საჯარო სკოლა და მცხეთის ნომერი პირველი საჯარო სკოლა. ამ 3 სკოლამ თავად გამოთქვა, ანუ ჩვენ გვქონდა ეს ღია განაცხადი გავავრცელეთ და ღია იყო 21 და პირველ საჯარო სკოლებს აქვთ რამე სპეციფიკა თუ ისინი ზოგადი სკოლებია? არა, ჩვეულებრივი საჯარო სკოლებია, რომელსაც არ აქვს სპეციალიზებული პროფილი და ნუ ამ 3 სკოლამ გამოთქვა, რამოდენიმე სკოლამ გამოთქვა და ეს 3 სკოლა საბოლოო ჯამში შეირჩა ამ პროცესში მონაწილეობისთვის, სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული. მაგალითად, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების, მათი ხედვა, ანუ რამდენი მოსწავლე ყავთ, მათი ხედვა როგორია და мотиваცია ამ ტრანზიციის პროცესში მონაწილეობის მიმართ და ბევრი სკოლების და შესაბამისად ეს 3 სკოლა მონაწილეობს ამ ეტაპზე პილოტირების პროცესში. განათლების სამინისტროს ყავს დაქირავებული ტრანზიციის ექსპერტი, რომელიც ამ 3 სკოლას მხარდაჭერას უწევს აღნიშნულ პროცესში, რაც გულისხმობს ამ ტრანზიციის პროცესი და პროფესიული განათლებისთვის მომზადება გულისხმობს ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმების შედგენას, რა თქმა უნდა პროფესიული ორიენტაციის კომპონენტს მოიცავს და ძალიან ბევრ სხვა საკითხსაც, ასე ვთქვათ, წინა პროფესიული და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობას. მოკლედ რომ ვახსენოთ, როგორ მიდის პროცესი, ესე იგი, მოდის სპეციალისტი სკოლაში, ესაუბრება ბავშვებს, ხდება მათ რაიმე სიხშირით თუ ერთჯერადია შეხვედრები. იცით როგორც სპეციალისტი, რომელიც ამ პილოტირების ფარგლებში გვყავს დაქირავებული, კვირაში ერთხელ მაინც ამ 3 სკოლაში, თითოეულ სკოლაში თითო ვიზიტს ახორციელებს და უკვე საჭიროებიდან გამომდინარე იქნება ეს მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრები თუ ვთქვათ მათგან საჭიროების კვლევაზე ორიენტირებული, მათ ხედვაზე ორიენტირებული შეხვედრები, ასევე სპეციალისტების გაძლიერება, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებთან, კოორდინატორებთან, ადმინისტრაციასთან, იმისათვის რომ ყველა თავისი კუთხით გაძლიერდეს ამ პროცესში, თუნდაც როგორ შეადგინოს ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა, მოსწავლეებთან ურთიერთობა, დაგეგმვა ვიზიტების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში იქნება ეს ჯგუფური ვიზიტები, მცირე ჯგუფებში თუ ინდივიდუალური და ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. ახლა განაცხადების მომზადებაშიც დაეხმარა ჩვენი ექსპერტი, ანუ 3 სკოლას აქვს შესაძლებლობა რომ შემოიტანოს საპროექტო განაცხადი და ძალიან მცირე დაფინანსება წამახალისებელი ამ პროცესში მიიღოს განათლების სამინისტროსგან.
გააკეთოს რაიმე სახელოსნო ამ თქვათ იგივე სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიზიტი სკოლებიდან არა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს გულისხმობ ანუ სკოლიდან ნახეთ აქ არის საუბარი კავშირის დამყარება სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ანუ და გაძლიერდეს ეს კავშირი მაგაზია საუბარი რომ ტრანზიცია გულისხმობს ამ შემთხვევაში ზოგადი განათლებიდან პროფესიულ განათლებაში ტრანზიციას გულისხმობთ ანუ სკოლამ დაგეგმოს მაგალითად ვიზიტი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმისათვის რომ მოსწავლეები გაეცნონ სხვადასხვა პროგრამებს პროფესიული განათლების პროცესს გარემოს და ასე შემდეგ თქვათ დავეხმაროთ ინტერესების ფორმირებაში სხვადასხვა პროფესიების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღებაში და თვითონ იყვნენ აქტიურად რა თქმა უნდა ამ პროცესში ჩართული. რამდენად იგეგმება ისე სამომავლოდ არჩევითი საგნების დამატება საშუალო საფეხურზე მაინც ანუ მე-10-12 კლასების საფეხურზე იმიტომ რომ ვიცით ამერიკული გამოცდილებიდან მაგალითად რომ იქ უკვე უმაღლეს სკოლაში ანუ მე-11 კლასებში შეუძლიათ მოსწავლეებს აირჩიონ საგნები, მათ შორის პროფესიული საგნები, რაც მათ შესაძლოა ერთგვარად პროფესიულ ორიენტაციაში დაეხმაროს კიდეც. რა თქმა უნდა სასურველია ესეთი საგნების აი ეს შესაძლებლობა ჩვენ შემთხვევაშიც რო გქონდეთ მოსწავლეებს, თუმცა ამაზე ნამდვილად მე არ ვარ კომპეტენტური რომ პასუხი გაგცეთ, ალბათ ზოგადი განათლების ხელმძღვანელობას უნდა ვინც ხელმძღვანელობს ზოგად განათლებას, მათ შეიძლება დაუსვათ ეს კითხვა, შესაძლებელია აქვთ კიდეც გარკვეული გეგმები, რაზეც მე ნამდვილად ახლა ამ ცოტას ვერ გაგცემ პასუხს, ამიტომ ჩვენ ვკითხეთ, თქვათ, როდესაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხელშეწყობას, პროფესიულ განათლებას ეხება, პროფესიული განათლებისთვის მომზადებას თუ ზოგადად მომავალი ცხოვრებისთვის, ხო, რაღაცა ინტერესების ფორმირებას და საკუთარი, თქვათ, მომავლის დაგეგმვას დასახვას, ამ კუთხით რაც შეგვიძლია ამაზე მუშაობთ, თუნდაც ტრანზიციის პროცესის დანერგვით და გაძლიერებით სკოლებში. ალბათ იმას რაც მე ვთქვი არჩევითი საგნების განვითარებას დაჭირდება სკოლების დაყოფა მაგალითად დაწყებით საშუალო საბაზო და საშუალო სკოლებად და აი ახლა გონია რომ ძალიან ისეთ საკითხზე ვსაუბრობთ რაც ცოტა ცილდება ჩვენ უკვე გადაცემა უკვე ბოლოს უახლოვდება მადლობა მინდა გადავხადო ქალბატონ მაიას დღეს ჩვენ სტუმრობისთვის ყველას კი მინდა მოვუწოდო რომ მართლაც ჩაერთონ ამ პროფესიულ განათლებაში და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა არსებობდეს კითხვები რამდენად გვაქვს შემდეგ დასაქმების შანსები და ასე შემდეგ თუმცა ჩემი პირადი აზრით და ძალიან ბევრი აქტივისტის აზრით ყველა მნიშვნელოვანი არის რომ გამოვიდეთ რაღაც კომფორტის ზონიდან და თუნდაც შესაძლოა ეს ერთგვარი რეაბილიტაციის ნაწილიც კი გახდეს სწავლება სადმე და ჩართვა გარკვეული უნარის ათვისებ რომ შეიძლება კარიერაშიც შეიძლება ვერ გამოვიყენოთ და სადმე სამსახურში მაგრამ შესაძლოა კიდევ ოჯახშიც გამოვიყენოთ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარებში და სხვა მე კი 2 კვირით ზუსტად გემშვიდობებით დროებით დიდი მადლობა